მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, დილა, საღამო და შუა დღე მშვიდობისა. მოგესალმებით დღის იმ მონაკვეთში, დღეს და რომელი დღის საათშიც მიყურებთ, ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ და დღეს მოდი მოკლედ ვისაუბრეთ ერთ საინტერესო საკითხზე, რაც ჩემთვის ამ ეტაპზე არის საინტერესო და რის ესე ვთქვათ გაცნობიერებულობაც მოვიდა ჩემთან და ესე სპონტანურად გადავწყვიტე ამის გაზიარება თქვენთვის და იმედი მაქვს რომ საინტერესო იქნება ეს ჩემი ნაზრობების გაზიარება თქვენთვის ჩემი მხრიდან და თუ იქნება ან არ იქნება გამიზიარეთ ეს კომენტარების სახით. ასევე ძალიან საინტერესო იქნება თქვენი შეხედულებები იმ საკითხების მიმართ, რაზეც მე დღეს ვისაუბრებ და თქვენს მოსაზრებებსაც თუ გამიზიარებთ, ეს ყველაფერი ძალიან გამახარებს. მოკლედ, დღეს ვისაუბროთ და მოდი ამ პატარა მინი პოდკასტის სახელი იყოს შეცდომები მოსულა, შეცდომები ოკეია. ამაში მოვიაზრებ იმას, რომ არსებობს, ალბათ არ არსებობს უფრო სწორად ერთი ადამიანი მაინც კი, ვისთვისაც არ ვთქვამთ, რომ არაუშავს შეცდომა ვის არ მოსვლია. არაუშავს შეცდომებს ვსწავლობთ ჩვენ ადამიანები. აი ამ შემთხვევაში ძალიან ხშირი არის ხოლმე ამ სიტყვებით და ამ მდგომარეობით მიმართვა ადამიანს, რომ არაუშავს მერე რა, მაგრამ მე მაინც მგონია და ვფიქრობ და თქვენც თუ ჩავყრდებით, კარგად მიხვდებით, რომ ამ სიტყვების უკან დიდი და ბევრი რამ იმალება, რასაც იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებთ ხოლმე. შეცდომა მართლაც ალბათ ყველა ადამიანს დაგვეშვია, თუმცა ადამიანების ალბათ ნაკლებ პროცენტულობას და ადამიანების ნაკლებ ადამიანს თუ გაუაზრებია ის, რომ მე რო ხე შეცდომა დავუშვი, მოდი აბა რა და რატო მოხდა და ალბათ იშვიათ შემთხვევაში მიბრუნებია ადამიანი თავის შეცდომას და ჩაღრმავებია იმ კონკრეტულ საკითხზე. ამ შემთხვევაში გულისხმობ იმას, რომ როდესაც რაიმე ხდება, მაგალითად შეცდომა ან გაუგებრობა, ან უსიამოვნება, ეს იქნება პარტნიორთან, მეგობართან, ახლობელთან, ოჯახის წევრთან, კოლეგასთან, ნებისმიერ ადამიანთან, მოხდა რაიმე შეცდომა, მოხდა რაიმე გაუგებრობა, ხო, ეს გაუგებრობაც ხომ პირობითად იმ შეცდომებიდან მოდის და რაღაცა ჩვენი ან იმ ადამიანის არასწორი მოქმედებიდან, ხო? როგორც წესია ხოლმე და ჩემს გარშემო ხა ხშირია ესეთი სიტუაცია და დამეთანხმებით ალბათ რომ თქვენს გარშემოც ადამიანები ერთმანეთზე გადაბრალებას ვიწყებთ რაღაცების, რომ არა ჩემი ბრალი არაფერი არ იყო, არა მე იმ ადამიანს ძალიან კარგად და სწორად მომგეძი, თუმცა ის მომექცა არასწორად. თუმცა ნახე მე ამდენი სიკეთე დავთესე, მაგრამ ეს ადამიანი მომექცა არასწორად, ეს ადამიანი მომიყვრა ცუდად, ნეგატიურად, უსიამოვნად. ხო და სწორედ ამიტომ მე ხდება ხოლმე ის, რომ ამ თავსაც ვაჯერებს და თავსაც ვასმენთ, რომ ჩვენ ძალიან კარგები ვართ და სხვა ადამიანსაც როცა უზიარებთ ან ამ მომხდარ სიტუაციებს ვითხოვთ მათგან ირიბად, თუმცა ვითხოვთ, რომ მან გითხრას, რომ შენ კარგი ადამიანი ხარ, როგორი მართლა კარგად მოგცავი ხარ და ის როგორი ცუდად მოგექცა, პირობითად, ხო, ვინც არ უნდა იყოს ის მესამე პირი და ამ შემთხვევაში ჩვენს ეგოს ვიმყოფირებთ ხოლმე იმით, რომ მე მართლა კარგი ვარ და მე არანაირი შეცდომა არ დამიშვია. ხო და ამ შემთხვევაში სწორედ ეს არის პრობლემა. ჩვენ თუ ჩავყრდებით და დავფიქრდებით იმას, რომ ჩვენ თუ ვინმესთან გაუგებრობა, უსიამოვნება და დაძაბულობა გქონდა, ხო, რაღაცა სიტუაციის, იმ შემთხვევაში თუ ჩავყრდებით და დავიწყებთ შეცდომის ძიებას ჩვენში, შეცდომის ძიებას პირობითად, იმ სიტუაციებს მიმართებით რა შემოვქეთით და სწორედ ეს იქნება, რომ შეცდომებზე ვსწავლობთ. და არა ის, რომ ზოგადად რაღაცა თავი ვიქოთ, როგორი კარგები ვართ, როგორი უცოდველები ვართ და როგორი რაღაცა ცუდ მდგომარეობაში აღმოგვაჩინე იმ მეორე ადამიანმა, არა და როგორი კარგად ვექცოდა. ეს ტრიალებს ხოლმე კიდევ განსაკუთრებით. კი მესმის, რომ ყველაფერი შეიძლება ჩვენი ტრამობიდან მოდის, მაგრამ მოდით, რა ვიცი, გავაცნობიეროთ ყველამ, რომ როდესაც ორ ადამიანს შორის არის კონფლიქტური დაძაბული სიტუაცია და თუნდაც გაუგებრობა,
ეს არ გვარდება იმით, რომ ვიქოთ თავი და ვიყოთ სწორები. კი არის, რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ადამიანი არ სწორად გვექცევა და დამახინჯებული ფორმით შეიძლება მოგვექცეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც მაინც ჯობს, რომ სიტუაციას ცოტათი ცივი გონებით მოვიდგეთ ხოლმე და ჩავუყმავდეთ ჩვენ საკუთარ თავს, რომ აბა მე იქ რა შემეშალა, რა შემოვიქეცი არ წარ და გადავდგეთ ნაბიჯი აი ამ სიტუაციების მოსაგვარებლად, ხო? და ხშირად ეს ადამიანებს არ უყვართ ხოლმე რა, როგორც ვაკვირდები, მით უმეტეს ახლა ამდენი კონსულტაციები როცა მაქვს და აი ამდენ ადამიანთან როცა მაქვს მიწევ შეხება, ხშირად ხედავ ხოლმე და მესმის, რომ აი მე ესე კარგად მოვიქეცი, მე ესეთი კარგი ვარ. კი, ყველანი კარგები ვართ და ყველანი სწორი ვართ ჩვენი გადმოსახედიდან, მაგრამ იმ ადამიანის გადმოსახედიდანაც რო შეხედოთ ხანდახან თქვენ თავს, ხო? მეორე პირის ვისთანაც რაიმე დაძაბულ ვართ, შეიძლება თქვენ თავი სულ სხვანაირად დაინახოთ. ან სწორედ ისე რომ მოგექცენ, როგორც თქვენ მოეკეცთ იმ ადამიანს, შეიძლება რაღაცები არ იყოს სწორი. და ანუ ამ შემთხვევაში იმის თქმა მინდა ამით, რომ უმჯობესია თუ ხშირად ჩაუყმავდებით ხოლმე ჩვენ შეცდომებს და სწორედ ეს ნათქვამი რომ არ უშავს შეცდომა ვის არ მოსვლია და შეცდომებზე ვსწავლობთ, გახდეს იმისი საწინდარი, ესე რა ვთქვათ, რომ დავინახოთ ჩვენი შეცდომები, ხო? დავინახოთ რაში მოვიქეცთ და არ სწორად, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ სიტუაციას თუ ჩაუყმავდებით და დავინახავთ იმ ჩვენს მიერ ჩადენილ არასწორ მოქმედებას, ეს ყველაფერი საწინდარი გახდება იმისა, რომ ეს ყველაფერი ანუ იმის საწინდარი გახდება, რომ შემდგომში იგივე აღარ გავიმეორებთ, ან თუ იგივე შეცდომას გავიმეორებთ მსუბუქ დონეზე, ხო? და თუ ჩვენ უბრალოდ ვიმართლებთ თავს და ვიტყვით, რომ მე კარგი ვარ, კარგად მოვიქეცი, სწორად მოვიქეცი ამ ადამიანს, ანუ მაშინ ამით რა გამოვა, რომ ვერ გავაცნობიერეთ მომხდარი სიტუაცია, ვერ ჩავუყმავდით იმას, რაც გამოგვიგზავნა სამყარო, იმ მომენტში შეიძლება დაბრკოლებად და ხვალდაზეგაც დავუშვებთ იგივე შეცდომას. არ ვიცი ახლა რამდენი თქვენთაგანი დამეთანხმება ამ ყველაფერში, მაგრამ მე პირადად ჩემს თავზე როდესაც გავტესტე ეს ყველაფერი და ვაღიარე, რომ იცი რა, მარი შენც მოგვსვლია შეცდომა და შენც არ ხარ ყველაფერში ყოველთვის სწორი და მართალი, მაგის მერტი თქო სიტუაციებს სულ სხვა თვალით ავაქვავდი ხოლმე და სულ სხვაგვარად ვხედავდი. და ეს ჩემი შეცდომების დანახვა მეხმარებოდა ბევრი რამის გაცნობიერებაში და რაღაცებს უფრო მერე მარტივად ვაგვარებდი კიდევაც ადამიანებსაც უფრო მარტივად ვპატიობდი ხოლმე ჩემ თავსაც მარტივად ვპატიობდი და მოკლედ ეს გახდა ამისი ესე რა ვთქვათ საბრძოლო ეს ყველაფერი გამეზიარებინა თქვენთვისაც. იმ შემთხვევაში თუ ხანდახან ვაღიარებთ რომ შეცდომა დაუშვით და არ ყავით სწორი და თუნდაც ბოდიშს მოვხდით ადამიანს, ეს ჩვენ არ დაგვაზარალებს ესე რა ვთქვათ და ეს ჩვენ ცუდ პიროვნებად არ წარმოგვაჩენს პირიქით, ანუ ბოდიშის მოხდა და იმის აღიარება რომ რაიმეში არასწორები ვართ, ბევრ რამეში დაგვეხმარება ურთიერთობებთან მიმართებაში ჩვენ თავთანაც არ არის აუცილებელი რომ იმ ადამიანმა გითხრას რომ კარგი და გპატიობ. შეიძლება ვინმემ ვერ მიიღოს ეს ჩვენი ბოდიში სწორად, ვერ მიიღოს ეს ჩვენი აღიარება სწორად. არ არის რა ეს აუცილებელი რომ მეორე მხრიდან წამოვიდეს ესეთივე ემპათიის გრძნობა. ნუ თუ წამოვიდა მას რა სჯობს რომ გადაიჭრას ორ ადამიანს შორის პრობლემა და პრობლემური სიტუაცია, მაგრამ თუ ეს ყველაფერი არ წამოვიდა უკან, არც ეს არ არის დიდი ტრაგედია. თავარი არის რომ ჩვენ ვიყოთ რაღაცა მიმღებები და გამცემები აი ამ დადებითი და სწორი ენერგიების და ენერგეტიკების. ხო და სწორედ აი ამ კუთხით თუ ვიფიქრებთ და ჩავყმავდებით აი ამ სიტუაციებს ძალიან სწორი იქნება და ის შეცდომა, რასაც ჩვენ დავუშვებთ ზოგადად ჩვენი ცხოვრების მანძილზე, თუ იქნება კარგი გაკვეთილი იმ ჭრილს, რომ მე ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ, უფრო გაგვიმარტივდება ცხოვრება და უფრო რაღაცა სიტუაციებსაც რომ მარტივად შევხედოთ, უფრო კომფორტულად წარიმართება მე ამ ყოველივეს მიერ ჩვენი ცხოვრება, ხო? და მე მაინტერესებს აბა თქვენთან როგორ ხდება ხოლმე უყმავდებით შეცდომებს, არ უყმავდებით, როგორ უყურებთ შეცდომის დაშვების საკითხებს და ამ შემთხვევაში რა გამოცდილებები გაქვთ და გაცნობიერებულები გაქვთ, მოკლედ ამ საკითხთან მიმართებით. მოკლედ სულ ეს იყო, რაზეც ამ ეტაპზე მინდოდა რომ ესაუბრა თქვენთან. იმედი მაქვს რომ საინტერესო იყო ეს ყოველივე, ნუ თუ არ იყო ეგეც მე მითითეთ რომ არ იყო საინტერესო შენი მოსაზრებებიო და ბევრ დადებით კარგ ტკბილ გაცნობიერებულობებს გისურვებთ თქვენი ცხოვრების
მანძილზე და თქვენი ცხოვრების განმავლობაში. მომავალ შეხვედრამდე, ჩემო მეგობრებო!